ახალი რეალობა ახლო აღმოსავლეთში და ორწლიანი ომის დასრულების რეალური შანსი. ომის გამო ღაზიდან გაქცეულები ანკლავში ბრუნდებიან. ეგვიპტეში მიღწეული ისტორიული შეთანხმება და ტრამპის სამშვიდობო გეგმა ისრაელის მთავრობამ საათების წინ დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე მოქმედებს. შეთანხმების მიხედვით უახლოეს დღეებში უნდა გათავისუფლდეს ყველა ტყვე, რომელიც დღემდე ჰამასის მძევლობაში რჩება. სანაცვლოდ ისრაელმა ციხეში მყოფი 200-ზე მეტი პალესტინელი და ღაზის სექტორში დაკავებული ასეულობით პირი უნდა გაუშვას. სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მიხედვით ისრაელის თავდაცვის ძალები წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე განლაგდნენ. ანკლავში კი, სადაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა გაფართოვდება. ისრაელის პრემიერი ეგვიპტეში ამერიკის, ეგვიპტის, ყატარის და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას დიპლომატიურთან ერთად სამხედრო ზეწოლის შედეგად ომის მიზნებს კი მიღწეულად აცხადებს. ახლა მთელი მსოფლიო გეგმის ყველა პირობის შესრულების მოლოდინშია. ორწლიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა გეგმის მიხედვით მიდის. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავის ჯარების განლაგება შეთანხმებაში მითითებული ხაზების გასწვრივ დაასრულეს. ეს კი სიგნალი აღმოჩნდა ღაზის მაცხოვრებლებისთვის, რომ მათ შინ დაბრუნება დაეწყოთ. ახლა ათასობით იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში თავის სახლებში ბრუნდება. თუმცა ამჯერად იქ ვითარება რადიკალურად შეცვლილია. იმდენად ბედნიერი ვიყავი ღაზაში დაბრუნების მოლოდინის გამო, რომ მთელი ღამე არ მეძინა. ჩემი ოჯახი იქაა. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით. მე ქუჩაში მეძინა, კარავიც არ მქონდა, მეზობლების დახმარებით ვიცოცხლე. ახლა იმედი მაქვს ომი აღარ დაბრუნდება. ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ მშვიდობის მოყვარულები ვართ. უბრალოდ გვინდა ჩვენს სახლებში დაუბრუნდეთ. შეთანხმების მიხედვით ისრაელის მხარემ სამხედრო ოპერაციები, მათ შორის საჰაერო დარტყმებით სრულად უნდა შეწყვიტოს. ამისთვის მზაობა ქვეყნის მთავრობამ გუშინ გამოთქვა. გაიზრდება ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობაც. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯარები შეთანხმებულ ნიშნულს ნამდვილად დაუბრუნდნენ. თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მათ მაინც ტოვებს, მანამ სანამ ჰამასი არ განიარაღდება. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას, ცოცხლებისა და გარდაცვლილების ერთად. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენს დიდ სამხედრო ზეწოლას დაუმატებდით ჩვენი დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ ზეწოლას, ეს კომბინაცია ჰამასს აიძულებდა დაებრუნებინა ჩვენი ყველა მძევალი. ამ გზით ჩვენ ვზღუდავთ ჰამასს. შემდეგ ეტაპზე ჰამასი განიარაღდება და მოხდება ღაზის დემილიტარიზაცია. თუ ამას მივახცევთ მსუბუქი გზით, ძალიან კარგი, ხოლო თუ არა, ეს მიიღწევა რთული გზით. კამპანია ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ კვლავ დიდი გამოწვევები გველის, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობებიც. მომდევნო საათებში მოვლენები ასე უნდა განვითარდეს. შემდეგი ეტაპი მძევლებისა და პატიმრების გაცვლაა. ჰამასისთვის მიცემული 72 საათიანი ვადის უკუთვლად დაწყებულია. დაზუსტებით არ ვიცით ეს როდის მოხდება. თუმცა შეთანხმების მიხედვით პროცესი ყველაზე გვიან ორშაბათს უნდა დასრულდეს. ჰამასმა ისრაელს ყველა მძევალი უნდა დაუბრუნოს, ხოლო ისრაელს 7 ოქტომბრის შემდეგ დაკავებული 1700 პალესტინელი პატიმრის თავისუფლების ვალდებულება ეკისრება. ისრაელის მტკიცებით ღაზაში 48 მძევალია, მათ შორის კი ცოცხალი სავარაუდოდ მხოლოდ 20-ია. მიღწეულია შეთანხმება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომისა და აგრესიის დასასრულებლად. იწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელება. შეთანხმების მიხედვით გათავისუფლდება 250 პალესტინელი პატიმარი, დამატებით კი 1700 ადამიანი, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს. ჩვენ მივიღეთ გარანტიები ჩვენი მოძმე შუამავლებისგან და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან. მათ დაადასტურეს, რომ ომი საბოლოოდ დასრულდა. მძევლების გასვლის პროცესი აქამდეც ვიხილეთ. მაშინ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შუამავლობით მიაღწიეს. თუმცა ეს მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდა. ამჯერად საქმეში დონალდ ტრამპია ჩართული, რომელიც აცხადებს, რომ მისი მიზანი მუდმივი მშვიდობის დამყარებაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარი მიღწევებით კმაყოფილია. უფრო მეტიც, მძევლების დაბრუნების დღეს ისრაელში ჩავა. მიმდინარე მოვლენებს საკუთარი თვალით დააკვირდება, შემდეგ კი ქნესეთში სიტყვითაც გამოვა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნამდვილად ისტორიული მიღწევაა. თუმცა როგორც განმარტავენ, ეს სამშვიდობო ხელშეკრულება არაა. რამდენიმე საკითხი კვლავ პასუხგაუცემელია. ახლა მთავარი კითხვაა, დაიცავენ თუ არა მხარეები დადებულ პირობებს. გეგმაში ნახსენებია ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ჰორიზონტიც. ტერმინი, რომელსაც მსოფლიოს უმეტესობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნად განმარტავს. თუმცა ეს ის საკითხია, რომელსაც ისრაელის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა კომპონენტი სამშვიდობო ინიციატივის პირველი ფაზა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. 2 წელი წარმოუდგენელ ტანჯვას ვუყურებდით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მშვიდობა დამყარდეს. დიდმა ბრიტანეთმა წვლილი შეიტანა ამ სამშვიდობო პროცესში. ჩვენ არ გვაქვს გეგმები ბრიტანული ჯარების გაგზავნის შესახებ, თუმცა არის უშუალო წინადადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობდეს მონიტორინგის პროცესს. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ თუ როგორ შეგვიძლია მოვიზიდოთ დაფინანსება ღაზის რეკონსტრუქციისთვის. ამაზე მომავალ კვირას შეხვედრაც გვექნება. პარალელურად შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს ისრაელში 200 ჯარისკაცი გაგზავნოს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება გააკონტროლოთ. ეს პროცესი მხოლოდ პირველი ეტაპია. დონალდ ტრამპის 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის. მეორე და მესამე ფაზები უფრო რთულ საკითხებს ეხება. ჰამასის სრულგანი არაღებას და ღაზის დემილიტარიზაციას. თუმცა რამდენად შესრულდება ეს პირობები ამ დროისთვის ბუნდოვანია.